ახლა დავახასიათებთ გადანაცვლების ოპერაციას მეტაპლაზმების სფეროში. თუ განვიხილავთ მორფოლოგიური შეცდომების შემთხვევებს, ლიტერატურული ნორმის დარღვევებს, აქ შეიძლება გავიხსენოთ მრავალი შემთხვევა. მაგალითად, ფიზმესმენი, ან რეამინაცია და სხვა. ანაგრამა წარმოადგენს გადანაცვლების უფრო რთულ შემთხვევას. ფრანსუა რაბლე პირველად თავდაპირველად სარგებლობდა ფსევდონიმით ალკოფრიბას ნაზიე, რაც ანაგრამას წარმოადგენდა მისი სახელიდან და გვარიდან შექმნილ ანაგრამას. სალვადორ დალიმ თავისი ყველაზე გულწრფელი მისწრაფებები, რაუდენმოცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, გამოხატა საკუთარი სახელის ანაგრამით ავიდა დოლარს, დოლარების მსურველი. გადანაცვლება არა მარტო ცვლის ფონემათა თანმიმდევრობას, არამედ მარცვლების თანმიმდევრობასაც, მაგალითად, ალერტ, დე ლაერტ, ოფელი, ეფოლი, ემლა, ჰამლეტ და ასე შემდეგ. ეს არის პოეტ მიშელ ლერის პოეზიიდან მოყვანილი მაგალითები. არსებობს გადანაცვლების საგანგებო სახეობა ინვერსიული გადანაცვლებები, როდესაც გადანაცვლებულია ელემენტარული ერთეულები. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ წინაშეა პალინდრომი, რომელიც ენობრივი თამაშის ნაირსახეობა. ქართულში ცნობილია გალაქტიონის პალინდრომები, აი რამზის სიზმარია, აი რევი ივერია, აი დროშა აშორდია, აერების სიბერეა. იტალიურში ასეთი პალინდრომი არის რომა ამორ, რომი სიყვარული და სხვა. განვიხილოთ მეტატაქსისი. მეტატაქსისი ზემოქმედებს წინადადების ფორმაზე და ცვლის მის სინტაქსურ სტრუქტურას. ამიტომ მეტატაქსისის ნულოვანი საფეხურის განსაზღვრისას უნდა დავეყრდნოთ გრამატიკულ ნორმას. ანუ ამ შემთხვევაში გრამატიკული ნორმა წარმოადგენს სწორედ ნულოვან საფეხურს. ჩვენ განვიხილავთ სინტაქსს დისტრიბუციული გრამატიკის პოზიციიდან. ამ თეორიის ფარგლებში გრამატიკა მოვალეა აღწეროს წინადადების შემადგენელთა ყოველგვარი კომბინაციები და განსაზღვროს ეს შემადგენლები სხვადასხვა კომბინაციებში მათი მონაწილეობის საფუძველს. ამგვარი ინტერპრეტაციისას ქვემდებარე აღარ განისაზღვრება როგორც ისეთი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს მოქმედების შემსრულებელ ან განცდელ ცოცხალ არსებას ან საგანს, არამედ ქვემდებარე განისაზღვრება როგორც სუბსტანტიური ელემენტი, რომელიც აუცილებელია გამონათქვამის, ანუ მინიმალური გამონათქვამის რეალიზაციისთვის და რომელიც უკავშირდება სხვა ელემენტს, რომელსაც განსხვავებული მორფოლოგიური მახასიათებლები აქვს და ეს არის შემასმენელი. უნდა დავაზუსტოთ, რომ მეტყველებით ჯაჭვში ქვემდებარე როგორც წესი წინ უსწრებს შემასმენელს და დამატებისგან განსხვავებით ეთანხმება ზმნას პირში, რიცხვში და ზოგჯერ სქესში. ლაპარაკია ამ შემთხვევაში ფრანგული ენის შესახებ. მიუხედავად ამისა, სემანტიკური მახასიათებლების სრული უგულებელყოფა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. როდესაც ლინგვისტები ერთმანეთს უპირისპირებენ აქტიურსა და ვნებით გვარს, მოქმედებითა და ვნებით, ან მხოლობითა და მრავლობით რიცხვს, ისინი იძულებულნი არიან ისარგებლონ შინაარსობრივი კრიტერიუმებით. ზოგადად, სინტაქსს შუალედური ადგილი უკავია მორფოლოგიას, ლოგიკას და სემანტიკას შორის. და როდესაც რომან იაკობსონი ამჩნევს სინტაქსური მოვლენების ერთობლიობაში იკონურ, ანუ ასახვით ასპექტს, ის უბრუნდება წინადადების სტრუქტურის ლოგიკურ კონცეფციას.
იაკობსონი გვიჩვენებს, რომ ენათა უმრავლესობაში სიტყვათა რიგი ასახავს წინადადების შინაარსობრივ სტრუქტურას. მაგალითად, ზმნები ლაგდება მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობის შესაბამისად. გავიხსენოთ თუნდაც იულიუს კეისარის მოვედი ვნახე დავიბყარ. სუბიექტს დომინირებული ადგილი უკავია ობიექტთან შედარებით, ვინაიდან ის მიუთითებს შეტყობინების მთავარ მოქმედ პირზე და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეტატაქსისში შემავალი ფიგურები განეკუთვნება როგორც გამოსახვის პლანს, ასევე შინაარსის პლანს. და მაინც როგორ უნდა განვსაზღვროთ სინტაქსური ნულოვანი საფეხური. ეს საკმაოდ რთული პროცედურაა. ერთ-ერთი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ბოლომდე არ არის განსაზღვრული წინადადების დეფინიცია. მეორე სირთულე მდგომარეობს სინტაქსური ნორმის განსაზღვრაში. წინადადება თავისი ელასტიურობის წყალობით და ეს თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, ეწინააღმდეგება მკაცრ განსაზღვრას. ძალზე ხშირია შემთხვევები, როდესაც მოლაპარაკე წინადადების საერთო შინაარსის შეუცვლელად იყენებს სხვადასხვაგვარ სინტაქსურ სტრუქტურებს, ისე რომ ვერც ერთ მათგანს ვერ მივიჩნევთ უფრო ნორმალურ სახეობად, ვიდრე სხვებს. მაგრამ როგორც ჩანს, არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის გზა. კონკურენტული ფორმები შეიძლება დავაჯგუფოთ მათი გამოყენების სიხშირის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში ყველაზე ხშირად ხმარებული კონსტრუქცია უნდა ვაღიაროთ ყველაზე ბუნებრივად, ყველაზე ნორმალურად, ის ყველაზე ახლოს იქნება ნულოვან საფეხურთან. ასე შეიძლება საკითხის თეორიული გადაჭრა. რაც შეეხება პრაქტიკულ ასპექტს, ადვილი შესამჩნევია, რომ რამდენიმე სინონიმური კონსტრუქცია შეიძლება ერთნაირად გავრცელებული და საყოველთაოდ მიღებული იყოს. მაგალითად, მოქმედებითი ამბნებითი კილო და რიტორიკული გადახრების თვალსაზრისით ისინი კარგავენ ღირებულებას და აქტუალურობას. სინტაქსური ნულოვანი საფეხური მიახლოებითი განსაზღვრისას უნდა დავიყვანოთ იმაზე, რასაც უწოდებენ მინიმალურ დასრულებულ წინადადებას. მასში უნდა იყოს ორი სინტაგმა, სახელური და პრედიკატული. ეს სინტაგმები თავის მხრივ იშლება შესაბამის მინიმალურ სტრუქტურებად. პირველი მათგანი გულისხმობს არსებითი სახელისა და მისი დეტერმინანტის არსებობას. მეორე კი ზმნის და შესაძლოა მისი მომდევნო სინტაგმის არსებობას. რიტორიკის ისევე როგორც გრამატიკის თვალსაზრისით, სიტყვების თანმიმდევრობა სინტაქსის ცენტრალური ასპექტია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის სინტაგმები, რომლებსაც ფიქსირებული მდგომარეობა უკავიათ წინადადებაში და ასევე არსებობს სინტაქსური ელემენტები, რომლებსაც გადანაცვლების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვთ. სახელის დეტერმინანტების პოზიცია, როგორც წესი, მკაფიოდ არის განსაზღვრული. იშვიათი გამონაკლისების გარდა, შემასმენელი მოსდევს ქვემდებარის სახელურ სინტაგმას. ამ წესიდან გადახვევა იწვევს აშკარა დარღვევებს, მაგრამ როდესაც საუბარია მოძრავ ელემენტებზე, გადახრის დაფიქსირება ძნელია. ეს ეხება მაგალითად გარემოებებს და განკერძოებულ ზედსართავებს, რომელთა ადგილმდებარეობა არავითარი წესებით არ განისაზღვრება. იგივე უნდა ითქვას ზმნიზედებისა და განსაზღვრებების შესახებ. განვიხილოთ წინადადება სიტყვათა თანმიმდევრობის სხვადასხვაგვარი ვარიანტებით. პირველი A ვარიანტი. განრისხებისას ადამიანი მოისვრის სკამს.
B ვარიანტი ადამიანი განრისხებისას მოისვრის სკამს. C ადამიანი მოისვრის განრისხებისას სკამს. და D ადამიანი მოისვრის სკამს განრისხებისას. ახლა დავადგინოთ თითოეული გამონათქვამის ნორმალურობის ან გადახრის ხარისხი. იმთავითვე უნდა ითქვას, რომ მეორე კონსტრუქცია აღიქმება როგორც უფრო ჩვეული და უფრო ლოგიკური, ვიდრე დანარჩენები. მეორე კონსტრუქცია შეგახსენებთ ადამიანი განრისხებისას მოისვრის სკამს. C და D გამონათქვამებში, სადაც არსებობს წყვეტა არსების სახელსა და გარემოებას ფრანგულში განსაზღვრებას შორის, ეს ვარიანტები ნორმისგან გადახრად აღიქმება, გვეჩვენება. აქ ვიმყოფებით ენის ყველაზე არამყარ ზონაში, სადაც მოლაპარაკეს შეუძლია გააკეთოს საკუთარი არჩევანი და ნებისმიერი ვარიანტი ჩათვალოს გადახრად.